გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. მეგობრებო, რას არ გაიგებ ამ ცვალება დროში? და გავიგე ის, რომ თინა ბოკუჩავა აპირებს ეკლესიის მოედანზე შესვლას. ალბათ ამის განმარტება არ არის საჭირო. თუ საჭიროა, კარგი განმარტავ. თინა ბოკუჩავა სურს ქართულ მართლმადიდებლურ ველზე საკუთარი გავლენა იქონიოს, რადგან მერე უკვე რელიგიური კულტის მსახურებმა ჩვენზე მოახდინონ თავიანთი გავლენა და ასე თუ მოხდება, მაშინ ნაცობა ისევ აყვავდება. საინტერესოა, რატომ გონია თინა ბოკუჩავას, რომ ის და მისნაირები ამას შეძლებენ, არ ვიცი. არც ის ვიცი თუ რატომ აძლევს ის თავს ასეთ უფლებას. არა, ეს ზუსტად ვიცი რატომაც აძლევს. ეს ხომ მათი სტილია, ნაცების საფირმო სტილი, ნაცებისა და ბოლშევიკების სტილი, დააკნინონ ეკლესია და მის ადგილას საკუთარი საკულტო ნაგებობა აღმართონ. ბოლშევიკებს თავის დროზე ამის მცდელობა ჰქონდათ, როდესაც მათ ღმერთის შეცვლა ლენინით დააპირეს. რით დასრულდა ეს კი ვიცით. ახლა ნაცები ცდილობენ რაღაც ამდაგვარს. რასაკვირველია, მათი გაგებით კარგი იქნებოდა მსხვერპლი. და მერე იმ მსხვერპლის გაკერპება თლათ უკეთესი იქნებოდა მსხვერპლი, რომ მათი მაღალი პოლიტიკური ეშელონიდან ყოფილიყო. ერთი კანდიდატურა კი ყავდათ ამ მიმართულებით, მაგრამ იმ კანდიდატურამ სულაც არ მოისურვა მსხვერპლის როლის ბოლომდე მორგება. თუმცა დღესაც პერიოდულად გონებას კარგავს, როდესაც მწვადის ზედმეტ ნაჭერს მიირთმევს ხოლმე. მოკლედ, ეტყობა მათ დიდხანს იფიქრეს თუ ცოტა ნახეს თუ რა ძალა აქვს მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში, მიხვდნენ რომ რელიგიის გარეშე ისინი ვერაფერს გახდებიან და ამიტომაც უნდათ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება. ერთ-ერთი კანდიდატურაც უკვე გამოიკვეთა, ვინმე შეპყრობილი დოროთე, რომელიც ნებსით უნებლიეთ, მაინც გონია რომ ნებსით ნაცების მოედანზე შევიდა და ნაცურ ენაზე აღაღადდა. რასაც ის აღაღადებს, ეს ძალიან სასაცილო საცოდაობაა, მაგრამ ნაცებისთვის ესეც კი ხელსაყრელია, რადგან უკეთესი მათთან არ მიდის. ხოდა შედეგი კი გამოუვათ იგივე. იტრიალებენ საკუთარ სივრცეში და ისევ თავისიანები თუ მივლენ მათთან, რადგან ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანისთვის ის დოროთე თავისი შეშლილი მზერით მხოლოდ ირონიულ და სარკასტულ გრძნობებს თუ გამოიწვევს. საინტერესოა, როდესაც დოროთე სიტყვას ამბობს, ის მანამდე წმინდა წიგნებში იხედება თუ რომელიმე სანიკიზესთან გადის კონსულტაციებს. ესე იგი, რომ გითხრათ ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს, არა, არ ვიტყვი ამას. ნაკლებად მაინტერესებს და თუ უნდა დაბღვერილ სანიკიძეებთან გაუვლია კონსულტაციები, უნდა ერუდიტ მარიზისთან და უნდა მებრძოლ ხაბეიშვილთან. თუმცა ხაბეიშვილთან როგორ გაივლის? ხაბეიშვილი ხომ ჯერჯერობით 4 კედელშია გამოკეტილი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, 4 კედელში გამოკეტვა ნაცებისთვის არ ყოფილა დაბრკოლება. მათი სულიერი ლიდერი და ბელადი 4 კედლიდან ისეთი ინტენსიურობით აქვეყნებს თავის ფიქრებსა და მოსაზრებებს, რომ მას ან წვდომა აქვს ინტერნეტთან, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მსჯავრდებულთათვის სრულიად გამორიცხულია. ან და ვინმე მის სანაცვლოდ წერს იმ ბოდვას, რაც ყოველდღიურ პრესაში იბეჭდება. მაქვს კითხვა ხელისუფლებასთან, როგორ ახერხებს სააკაშვილი თავისი პოსტულატების გამოქვეყნებას? სხვა შორის ეს კითხვა ჩემ გარშემო ყველას აინტერესებს. ამიტომაც ვსარგებლობ საშუალებით და ღია ეთერიდან ვსვამ ამ კითხვას. იმედია პასუხი არ დააყოვნებს. ხო, ვუბრუნდები თინა ბოკუჩავას და მის ცდებს საეკლესიო ველზე შეღწევისა. ამ პროცესს სიამოვნებით დავაკვირდებოდი გვერდიდან, როგორც შოუს. მართლა საინტერესოა, როგორ აპირებენ ისინი ამ ქმედების განხორციელებას. მხოლოდ დოროთეს იმედზე თუ არიან, მაშინ არ იქნება საინტერესო. უფრო გამიხარდებოდა რამე უფრო რთული და დახლართული გზა აერჩიათ. აი, როგორც კარგ დეტექტივებშია ხოლმე, როდესაც ბოლომდე ვერ ხვდები ვინ ვინაა. შეიძლება აქაც ასე მოხდეს. ყველას გვეგონოს, რომ თინათინ და მისი მოთვინიერებული დასი დოროთეზე დებენ ფსონს
და ამ დროს ბოლო მომენტში გამოხდება მაგალითისთვის ზურა გირჩი გადაიცვამს ზოლებიან ანაფორას ან იმას რაც მას ანაფორა გონია და განაცხადებს რომ ის ახლა ისაა ვინც ცხრის ფარას ემწყემსება მაგრამ არც ეს გამოვა ზურა გირჩს უკვე ცხვრებიც კი არ გაყვებიან ამიტომ მათ ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი საკუთარი ახალი კულტის შექმნისა თუმცა ეს კულტი მათ შექმნილი აქვს რა იდეა მომივიდა თავში აფსუს რომ ნაცი არ ვარ არა აფსუს არა სხვანაირად ვიტყვი აი ნაცი რომ ყოფილიყავი ნამდვილად ამ იდეისთვის ნაცების უმაღლესი საბჭო დამაჯილდოვებდა ბნელი ლეგიონის ორდენით და აი იდეა მათმა ბელადმა თავი უნდა მოიმკვდარუნოს დიახ და მერე რამდენიმე დღეში გაცოცხლდეს ანუ ადგეს არა აღდგეს არა აღსდგეს არა სწორედ რომ ადგეს და დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იქნება. მერე დაიდგება იმ ამდგარი საკულტო ნაგებობები და დოროთე და დოროთიანები იქ ჩაატარებენ ლექცია საუბრებს და მოუწოდებენ მიმსვლელთ თუ კი ასეთები ეყოლებათ რომ ხმა მისცენ ტევე პირველს ან რამე ამდაგვარს. მოკლედ ცირკი გრძელდება და უნიჭო წარმოდგენას ბოლო არ უჩანს. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.